გამარჯობათ, მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ ლუკა და რა შეეხება ჩვენი დღევანდელი ვიდეო. ესე იგი, წინა ვიდეო თუ გაქვთ ნანახი, ალბათ გეცოდინებათ, რომ დავამზადეთ ესეთი საჭე, რომელიც ტელეფონის გადახრის პრინციპით უხვევს რა, ანუ მუშაობს ტელეფონი გადახრის ეს ამ ტელეფონს, მოუხვევს შიგნით მანქანაც. საკმაოდ კარგი გამოხმაურება მოყვა TikTok-ზე, YouTube-ზე, ასე თუ ისე და მადლობელი ვარ, კარგი мотиваცია, რაც მეტი იქნება, მით უკეთეს. ეხლა რაც შეეხება ანუ ეს საჭე გახსოვთ ალბათ როგორც მუშაობდა და კომენტარებში ბევრი იყო რომ ბევრი კითხულობდა როგორ დავუმატოთო ღილაკები და მეც რო დავფიქრდი ეხლა ტრაფიკ რეისერი მოსაბეზრებელი თამაშია და მეც ხშირად თამაშობ ხოლმე კარ პარკინგი ვისაც ტელეფონის თამაშები გევასებათ გეცოდინებათ ყველას როგორი თამაშია ანუ კარგად ატუნინგებ მანქანებს ფიზიკებიც კარგადაა ყველა მანქანას ინდივიდუალური ფიზიკები აქვს და ნუ მინდოდა რომ ეგ თამაში მეთქი ისე რომ გავაკეთო მეთქი რომ აი საჭეზე ითამაშებოდეს მეთქი და მოვაფიქრე ესეთი რაღაცა, რომ ესე ჰიდრავლიკური პრინციპით, შპრიცების გამოყენებით, აი რომ დააჭერ, აქ ამოვა ეს სენსორიანი პასტა, აქაც მე აგიხსნით ეს კაბელები რა საჭიროა და რატო ეს ნამაიმუნარი ქვია იმენა ამას, ეხლა აქ რაც აკეთებული რას გავს, მაგრამ თავარია რომ პრინციპი აგიხსნა და მე თქვენ თუ მოგეწონებათ, უკეთესად მოინდომებთ გააკეთებთ. თუ ჩემზე უკეთესად იმედია გააკეთებთ. ყველა ვარიანტი უნდა გააკეთოთ, რაც გავს ეს. ხო, ეხლა უყურეთ პრინციპი როგორ მუშაობს. ესე იგი, ეს არის ჩვეულებრივი სამედიცინო ნემსი, რომელიც მუშაობს ესე, ანუ დააკვირდით ეს ზამბარა იმისთვისაა, რომ ეს მე უკან წამოწიოს. ეხლა ამას რო დავაჭერთ, აი აქ წყალითაა სავსე მთლიანად ეს სისტემის გადასხმის მილითაა დაკავშირებული. ჩავაჭერთ, რა დონეზე ჩავაჭერთ, იქ წამოვა სენსორის პასტა წინ და მიაჭერს გაზზე, ანუ როგორც აქ კარ პარკინგს აქვს, რომ რაღაც დონეზე რო აწევ, იმ დონეზე აძლევს გაზს. მივწევთ მიცემს გას, მივცემთ ტორმოს. ეს ორი ღილაკი გავაკეთე, ამ შემთხვევაში სხვა ღილაკები შეიძლება, მაგრამ მოდი ჯერ ამაზე დავმოვაფიქრდეთ. თუ რამე და პრინციპი თქვენს გეცოდინებათ, თქვენს გააკეთებთ, ამაზე უკეთეს დარწმუნებული ვარ. ხო, ახლა რაც შეეხება მთავარი რაღაცა, რაც უნდა გაითვალისწინო და მე თავიდან არ გავითვალისწინე და მომიწია ესე კატასტროფულად ამის მიკეთება. ესე იგი, ტელეფონის სენსორი მუშაობს ისე, რომ ღვთის რო შევახებთ, აღიქვავს ადამიანში არსებულ ენერგიას რა, ესე ვიტყვი და ხვდება, რომ ყველას გვაქვს ჩვენ რაღაცა ენერგია და ხვდება, რომ თითი ეხება. ანუ ამიტომ რომ ხა ნებისმიერ სხვა საგანი პლასტმასი რომ მიადო, არ აღიქვავს სენსორი შეხებად. ამიტომ ესეთ რაღაცა მოვიფიქრე, რომ ახლა მე ხელს ვერანაირად ვერ შევახებდი ამას.
ხო, ესე იგი ეს როგორია, უკან უბრალოდ მომაგრე ელემენტი, ელემენტზე მიმაგრებულია სადენის ერთი ბოლო, რომელიც გადმოცემს ელემენტში არსებულ ენერგიას, აი ამ სენსორიან პასტებს, კალმებს. და სულ ესაა რა, ეს რო ეხება, ტელეფონი აღიქვავს ელემენტიდან წამოსულ ენერგიას და გონია რომ თითი ეხება. და ამიტომ მუშაობს ესეც, ეს რო არ გამეკეთებინა, ისე არ იმუშავა გული დამწყდა, მაგრამ კიდე კაი რომ ესე იმუშავა მე და ყველა ჩამეყარა ყველაფერი წყალში, რაც კადრები მომაკვდა და არ გადაუღია ტელეფონს, ეგ რო ჩამეყარა წყალში, ეგეც გვეყოფა, მაგრამ თავი აი ამ სირთულის გაკეთება გადაიღო და დანარჩენი ხა ეს მარტივია რა, უბრალოდ ეს პლასმასები მივამაგრე და ვსო, მიაჭერ აუშვებ წამოვა, მიაჭერ, აუშვებ წამოვა. მოხმოვაც მუშაობს. თამაშიც იქნება და სულ ესაა. დავიწყოთ ახლა იმის ჩვენება. ხო, ახლა ვნახოთ დანარჩენი როგორი მუშაობს, კაი.